მოგესალმებით, ეს სპორტ კოუჩის შემდეგი ეპიზოდია. მადლობა, ვინც წინა გადაცემები დაალაიქეთ, გამოიწერეთ, კიდევ ერთხელ გამოიწერეთ Silk Sport-ის YouTube არხი და ალაიქეთ და კომენტარეთ და დღეს ძალიან საინტერესო თემები გვექნება ჩასაშლელი. ეს იქნება რონალდუს ინტერვიუ, ცოტა სკანდალური ინტერვიუ პირს მორგანთან, ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ბარსელონას სევდაზე, ანუ ბარსელონას გულშემატკივრებს განსაკუთრებულად მტკივნეულ თემებზე და ასევე ვისაუბრეთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესაძლო მწვრთნელებზე, ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი, რა ვარიანტები გვაქვს და ასევე დღეს გვეყოლება სტუმარი და შევეცდებით რომ დავეხმაროთ სტუმარს და დაგეხმაროთ თქვენს, ასე რომ დაალაიქეთ კიდევ ერთხელ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყეთ. ბევრი მეკითხება ბატონო თემურ თუ უყურეთ რონალდუს ინტერვიუს პირს ვაზელინ მორგანთან. კი ბატონო, ვუყურე, რა თქმა უნდა, ამ ინტერვიუს ცოტა სკანდალური ინტერვიუ იყო და მე როგორც გავიგე პირს მორგანის, არამ მივიდოდა ინტერვიუზე, მანამდე ჩავიდა ვაზელინის ბოჭკაში, დაატრიალდა რამოდენიმეჯერ, ამოვიდა და შემდეგ მივიდა რონალდუსთან ინტერვიუზე. ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო და პირს მორგანმა ესეთი რაღაც თქვა და უთხრა რონალდოს, რომ მესი ჩემთვის გოუთიც არ არისო, შენ ხარ ჩემი მთავარი გოუთიო, როგორც გავიგე, ამ კითხვამდეც ჩავიდა პირს მორგანი ვაზელინის ბოჭკაში, დაატრიალდა, ამოვიდა და შემდეგ დასვა ეს შეკითხვა. უბრალოდ აქ მე ძალიან მიკვირს რატომ ჰკბენს ხოლმე კრისტიანო რონალდო ლიონელ მესის, რადგან რონალდო ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია 5 ოქროს ბურთით, მაგრამ მაინც თითქოს რაღაცა თითქოს არ ასვენებს, ასე რომ ვთქვათ, ეს იგივეა მე ვჭამდეს შაურმას, დავინახო გვერდით ადამიანი ისიც ჭამდეს შაურმას, მაგრამ მაინც მშურდეს რატო ჭამს ის შაურმას, გარდა მეც ხომ ვჭამ შაურმას, იგივეა რონალდო ხომ საუკეთესოა, რონალდო ხომ ერთ-ერთი ცნობილი, პოპულარული და კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მაინც შიგადაში გააქვს რაღაც, ასე რომ ვთქვათ, გადაცდომები ლიონელ მესის მიმართ და ჩემი თხოვნა და ასე რომ ვთქვათ, რჩევა იქნება კრისტიანოს მიმართ, რომ კრისტიანო შენ საუკეთესო ხარ, არ გჭირდება ეს ყოველივე და რაც შეეხება პირს მორგანს მინდა უთხრა, რომ ვაზელინი ავაზელინებულა, სავაზელინეში ჩავაზელინებულა. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ბევრი ბარსელონას ფანი მეკითხება, ბატონო თემურ, ბარსელონას სევდა გვაქვს და როგორ ვუშველოთ ამ ყველაფერს? გვენატრება ლიონელ მესი, გვენატრება ნეიმარი, გვენატრება სუარესი, რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? ძალიან რთული кейსია, რადგან მართლაც ბევრი ტკივილი გამოიარა ბარსელონას ფანმა და ფანებმა, ანუ გამოვიარეთ ალეიშვიდალი, მარტინ ბრეითვეითი, გლები და ამ ყველაფერს გაუძელით, თუმცა მართლაც მესმის რთულია, როცა გენატრება ფეხბურთელი. კი, ლამინი ამალი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, არ არის ის დონე ჯერჯერობით, რაც არის ლიონელ მესი. აქ არის რა? აქ უნდა გქონდეთ იმედი ბარსელონას გულშემატკივრებო, რომ ერთ დღეს რაღაცნაირად ისევ შეიკრება ნეიმარი, სუარესი, მესის სადარი ტრიო, რომელიც შეუტევს მეტოქეებს და რა თქმა უნდა, ბევრი გამარჯვებაც წინ იქნება. კი, რთულია მოლოდინი, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს პოზიტიური დღეების დადგება, რაც შეეხება ლაპორტას, ჟუან ლაპორტამ ბევრი რაღაც გააკეთა ბარსელონას გუნდისთვის, მაგრამ მე როგორც ბარსელონას გულშემატკივარი, ბარსელონას გუნდის სახელით, ჟუან ლაპორტა რომ სადმე ვნახო, დიდი საუნებთ გამოვიყვანდი ბარსელონას ქუჩებში და ართ 10 როსკს მოვარტყამდი ტაკუნებზე, რადგან მან ლიონელ მესი გაუშვა გუნდიდან, რაც ფიქრობ უპატიებელი შეცდომაა და იმედი მაქვს, რომ ლიონელ მესის გაშვების გამო ლაპორტას სადმე ქუჩაში არ გადავეყრები, რადგან დარწმუნებული ვარ, ვერ შევიკავებ ემოციებს და მას ტაკუნებზე მოვცხებ როსკს და რაც შეეხება ბარსელონას გულშემატკივრებს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ დაკარგოთ იმედები, რადგან იგი წავა და სხვა მოვა ტურფასე საბაღნაროსა და ყოველთვის გამოჩნდებიან ჩემი აზრით მესები, სუარესები, ნეიმარები და ჩვენი, ასე რომ ვთქვათ, ბარსელონას კულეების თავები ყოველთვის მაღლა იქნება, არ მოდუნდეთ და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ წარმატება მაშინ ბარსელონა, თუ ბარსელონა, მაშინ წარმატება. ბევრი მეკითხება, ბატონო თემურ, ვის ფიქრობთ, ვილი სანიოლის შემდეგ ვინ უნდა გახდეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი? ძალიან რთული кейსია და ძალიან რთულად შესარჩევი ვარიანტები გვაქვს, რადგან ცოტა არ იყოს პრობლემატურია საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა, რადგან ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას იკავებს ეს ადამიანი, მაგრამ მაქვს რამოდენიმე ვარიანტი, რასაც გაგაცნობთ. მოკლედ, პირველი ვარიანტი ჩემი აზრით საქართველოს ნაკრების შესაძლოა შემდეგი მწვრთნელი უნდა იყოს
ჯენარო გატუზო, რადგან მას აქვს კარგი მენტალიტეტი, არის ცოტა მკაცრი, რაც უხდება, ასე ვთქვათ, გუნდ ცოტა ფიცხია, უბრალოდ მინუსი ის არის, რომ ფიცხი ჩვენც ვართ ქართველები და შესაძლოა რომელიმე ვარჯიშზე ფეხბურთელებს რაღაც ისეთი უთხრას და ფეხბურთელებმა ის ჩაპიზდონ, მაგრამ აქ ეს მინუსები, პლუსებითაც შეიძლება შეიცვალოს და პირიქით ამ მოტივაციამ და სიფიცხებს შეიძლება გუნდი უფრო დამოტივიროს, ასე რომ ჯენარო გატუზო გქონდეს ერთ ვარიანტად. მეორე ვარიანტი ეს არის ზინედინ ზიდანი. ძალიან კარგი ფეხბურთელი და შემდეგ ძალიან კარგი მწვრთნელი, რომელიც ახლა უმუშევარია. უბრალოდ ახლა მისი ნებით ის საქართველოს ნაკრებში არ წამოვა, მას ფინანსურ მოთხოვნილებასაც ვერ დავუყვაყოლეთ, ასე რომ მას უნდა, ასე ვთქვათ, დაველოდოთ ჩუმად რომელიმე აეროპორტში და ის ფრენის დროს შემთხვევით ჩავსვათ ჩუმად ეს საქართველოს რეისზე და როცა საქართველოში ჩამოვა, უკვე იქ რაღაც სუფრას გაუშლით ის და აქედან წასვლა აღარ მოუნდება და შესაძლოა ძალიან კარგი მწვრთნელი დავითრიოთ, ეგრეთ წოდებული ჟარგონი რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებისთვის და მისი გამოცდილება ვფიქრობ წაადგება ნაკრებს და მესამე ვარიანტია ვილფრიდ ნანსი, რომელიც არის ამერიკაში კოლუმბუს კრიუს მწვრთნელი კი ამ ჯენარო გატუზოსთან და ზიდანთან შედარებით გამოცდილება არ აქვს, მაგრამ სამაგერო თამაშს რო წავაგებთ, თავისუფლად შეგვიძლია ვაგინოთ, რადგან ახლა გატუზოს და ზიდანსო და წონა აქვს, მოგვერიდება ხოლმე რომ მათ შევაგინოთ, ხოლო ვილფრიდ ნენსის ვაგინოთ რამდენიც გვინდა, ასე რომ გავიაზროთ ეს ვარიანტები, ავირჩიოთ შესაბამისი, რადგან ვფიქრობ, ცვლილება აუცილებელია ხოლმე, ან ვილფრიდ ნანსი, ან გატუზო, ან ზიდანი და როგორც იტყოდნენ ძველი მაჩუტოს ტომოელები, თუ არ შეცვალე რაღაც ვერ შეგცვლის შენ. მაშასე გადავდივართ ჩვენს შემდეგ რუბრიკაზე, ეს არის სტუმარი, როგორც იცით, მე გადაცემაში მომყავს ადამიანები და შეძლებ ის დაგვარად ვეხმარებით. დღეს ჩემი სტუმარია თამარ ჯანიაშვილი. ვნახოთ რა თემაზეა მოსული და როგორ შევძლებთ მის დახმარებას. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, რა გნებავთ რითად? მოგესალმებით ბატონო თემურ, პირველ რიგში მადლობა რომ გადაცემაში მომიწვიეთ. მე მინდა ფეხბურთელი ქმარი და მაინტერესებს რას მირჩევთ, ან ვის მირჩევთ. კი ბატონო, საინტერესო თქვენ გნებავთ ამ ფეხბურთელი ქმარი, ესე იგი მე ახლა ფსიქოლოგიური სტერეოტიპები უნდა შევადგინოთ თქვენი შესაბამისი ვარიანტი და უნდა შემოგთავაზოთ. მაინტერესებს რაიმე განსაკუთრებული კრიტერიუმი ხომ არ გვაქვთ, რითი მეშვეობითაც უნდა ავარჩიო თქვენი ფეხბურთელი? არა, ესე განსაკუთრებით არაფერი, მთავარია სუნთქავდეს და ფეხბურთელი იყოს. კი ბატონო, მთავარია სუნთქავდეს და ფეხბურთელი იყოს. კი ბატონო. შემოგთავაზებთ ერთ ძალიან საინტერესო ვარიანტს, ვინისიუს ჟუნიორი, ძალიან კარგი ფეხბურთელი, სწრაფი ფეხბურთელი, პლუსები ის აქვს, რომ როცა მაღაზიაში გაუშვებს, სწრაფად ჩაირბენს და რასაც გინდა იმას ამოგირბენინებს, უბრალოდ მინუსები რა აქვს ახლა? ბუტია, ცოტა კამათი უყარს, მალევე ბრაზდება და შესაძლოა ამის გამო ხშირად მოგიწიოთ ჩხუბი. გააწყობთ ეს ვარიანტი? არა, შემდეგი. შემდეგი, კი ბატონო, შემდეგ შემოგთავაზებ როდრიგო დე პაული. როდრიგო დე პაული, ესე შეგვიძლია დააუძახოთ, სოფლიო ჩემპიონი, ძალიან სიმპათიური მამაკაცი, თამაშობს მაიამიში, უბრალოდ მინუსი ის აქვს, რომ თქვენ მის ცხოვრებაში ყოველთვის მეორე იქნებით. პირველი ვინ არის? პირველი ლიონელ მესი. ლიონელ მესი მისი პირველი სიყვარულია და სამწუხაროდ თქვენ გაგიჭირდებათ მისი ჩანაცვლება, ამიტომ უნდა გადაწყდოთ ეს ვარიანტი. გააწყობთ. ესე იგი არ გაწყობთ. შემდეგი ვარიანტი, კი ბატონო, შემდეგ ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ кейსი და ვარიანტი ქალბატონო თამარ, მე ვცდილობ თქვენ მოგერგოთ, თქვენ და გამოდმე შეგისწავლოთ ფსიქოლოგიურად და იმის მიხედვით გთავაზოთ ფეხბურთელებს. შემდეგი ვარიანტი ვინისიუს ჟუნიორი, ხომ შემოგთავაზებთ ლა ლიგიდან. ეხლა შემდეგი ვარიანტი ლამინ იამალი. 18 წლის, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, ახალგაზრდა და თქვენ გაქვთ შანსი რომ ის გამოზარდოთ, ანუ მას მისცეთ ის თვისებები, რაც თქვენ გაწყობთ, ასე რომ ვთქვათ თქვენს ქმარს თქვენვე გამოთვლით, ანუ გეყოლობთ ისეთი ქმარი, როგორც გინდათ. უბრალოდ ხო ცოტა ახალგაზრდა ეს ვარიანტი თუ გაწყობთ? ძალიან პატარა, შემდეგი. კი ბატონო, შემდეგი ესე იგი ლამინ იამალის დავიწუნეთ, შემდეგი ვარიანტი ჩემ თავში შემოგთავაზებთ. ვარ 1.84 მ, მაღალი, იმერელი, პოზიტიური გნებავთ? არა, მადლობა. კი ბატონო, მაშინ თავში ქვაც გიხლიათ. სამწუხაროდ ვერ დავეხმარეთ დღეს თამარს, ვერ ამოვხსენით ეგ წოდებული кейსი, მაგრამ იმედი მაქვს, როცა შემდეგზე მობრძანდები ჩემთან, უკვე გათხოვილი იქნები და გეშველება შესაძლოა. მაშასე მეგობრებო, ჩვენ გადავიდეთ ჩვენს შემდეგ რუბრიკაზე. მადლობა თამარ რომ მოხვედი. იმედი მაქვს რაღაცნაირად ცოტა მაინც დაგეხმარე ჩემი ვერჩევებით. ჩვენ კი გადავიდეთ შემდეგ რუბრიკაზე, რომელსაც ქვია მწვანე ბილეთი. მადლობა. მაშასე გადავიდეთ ჩვენს შემდეგ რუბრიკაზე მწვანე ბილეთი. რუბრიკა მწვანე ბილეთის სპონსორია ჯუმა ვინსი. ჯუმა ვინსი 6 წლის წინ გაუქმდა ეს კომპანია, დაიხურა, მაგრამ თემურ კოუჩი ყოველთვის ერთგულია თავისი სპონსორებს, ასე რომ დღემდე მე
ასე ვთქვათ, ვახსენებ ამ კომპანიას, მადლობა ჯუმავინს და დავიწყოთ პირველი ვარიანტი, რასაც შემოგთავაზებთ ამ კვირაში იქნება დორტმუნდი ვილიარეალის X2. ჩემი აზრით, ან ფრე იქნება, ან ვილიარეალი მოიგებს, რადგან როგორც იცით, ჟორჟ მიქაუტაძეს ტრავმა აქვს, ანუ ის ვერ ითამაშებს, საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშა უბრალოდ, რაც გამოიწვევს იმას, რომ ის უბრალოდ ჩამოვა საქართველოში დაისვენებს, შეისუნთქავს ქართულ ჰაერს, რაც ძალიან დიდი мотиваცია, პლუს შეჭამს ქართულ კერძებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ასე ვთქვათ, გაძლიერდება, мотиваცია გაიზრდება, შემდეგ დაბრუნდება გუნდში და დარწმუნებული ვარ, გაორმაგებული ქართული мотиваციით და კერძებით, შეიძლება დუბლიც კი შეუსრულოს დორტმუნდს, ასე რომ ჩემი აზრით დორტმუნდი ვილიარეალი X2-თან ვილიარეალის წინა თამაშები არ ქონდა მთლად კარგი, რაღაც წაგებებიც იყო, ამას დაემატება ქართული ჰაერი, ქართული კერძები, ჟორჟის мотиваცია გაძლიერება და შესაძლოა რომ ძალიან კარგი თამაში ვიხილოთ, ასე რომ დორტმუნდი ვილიარეალის X2. შემდეგ თამაში, რომელიც ჩავინიშნე ჩემს დაფთარში და ეხლა მე თქვენ განახებთ, ეს არის Chelsea Barcelona. Chelsea Barcelona სავარაუდოდ Chelsea Barcelona-საც იგივე, ასე ვთქვათ, კომუნიკაციას გთავაზობთ X2, რადგან პირველი ის რომ Barcelona პლუსშია, იმიტომ რომ ლამინ იამალი შეყვარებულს დაშორდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თავისუფალია ბიჭი, უფრო მშვიდია და შესაძლოა გაიბწყინოს კიდევაც. მეორე, no camp, როგორც კიდაც ესე ვთქვათ, გაიხსნა, ესეც პოზიტიური სვლა და ასევე როგორც იცით ბარსელონაში, ბარსელონელი მიჩვეულები არიან ლონდონში მგზავრობას, ასე ვთქვათ, არ წყენთ, როგორც ვიცი, დრამინას არც ერთი კატალონიელი არ სვავს, ასე რომ ისინი ჩავლენ ლონდონში და დიდი ვარაუდით მარტივად გაუსწორდებიან ჩელსის, ასე რომ ჩემი ვარაუდია Chelsea Barcelona X2. და შემდეგი, ასე ვთქვათ, მესამე დამაგვირგვინებელი მატჩი, რომელიც ჩავინიშნე ჩემს დაფთარში, ეს არის ნაპოლი ყარაბაღი. ნაპოლი ყარაბაღი აქ მგონია X-ი, ანუ ფრე, რადგან ყარაბაღს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა ჩელსისთან, სახლში, ლონდონის ჩელსთან ფრე ითამაშა, რაც ძალიან კარგი ნიშანი, ასევე მე როგორც ვიცი, ყარაბაღი აპირებს ჩავიდეს ნეაპოლში აზერბაიჯანული კერძებით, რომელიც იქნება ასე თუ ისე მოწამლული კუჭის ამშლელი რაღაც წამლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლის ფეხბურთელებს კარგი დღე არ ელოდებათ, პლუს როგორც ვიცით, აზერბაიჯანში ძალიან ბევრი კერძია, ტკბილი კერძი, ასევე ვიცით, რომ დე ბრუინს ტკბილი კერძები არ უყვარს, ასე რომ შესაძლოა არის მოქმედოს აზერბაიჯანულმა კერძებმა კარგად დე ბრუინზე და რაც იმას გამოიწვევს, გუნდი ვერ დადებს მაქსიმუმს და ჩემი აზრით ნაპოლი ყარაბაღი X-ი, ესეც ასე ვთქვათ, სამი ძალიან კარგი პოზიცია, დარწმუნებული ვარ, რომ სამივე გაამართლეს, ასე რომ მენდეთ, მე გამიხსენეთ და მადლობას მეტყვით. იმედია, რომ კარგი გადაცემა გამოგვივიდა, კარგი თემები გავიარეთ, დალაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარეთ და შემდეგ კვირაში დაგიბრუნდებით. მადლობა.